მაშინ ეს მეორე ვარიანტი, პირველი საკითხი. ესე იგი დროს არ დავკარგავ, ესე იგი როგორც გითხარით, გარჩეული მაქვს აქ და მეორე საკითხში რა შემდგომარეობს აქ? თუ რიცხვი 9-ზე იყოფა და ნაშთი გვჩება m, მაშინ რომელი რიცხვის შემთხვევაში, გაყოფ შემთხვევაში, ამ რიცხვზე დაგვრჩება ისევ ნაშთი m. ისევ იგივე ნაშთი რომ დავშვით, ნაშთი არ დაგვემატოს, ეს რიცხვი უნდა გაიყოს თავისუფლად 9-ზე. ნაშთი აქედან არის 27, ამიტომ 27-ია ჩვენი პასუხი. შემდეგ ამოცანაში მოცემულია 40 გრამი შენადნობი, რომელშიც ოქრო არის 75%, მას დაუმატეს x გრამი ოქრო, ახალი შენადნობი მიიღეს, რომლის შემადგენლობაში არის 80 გრამი, 80% ოქრო, უნდა გავიგოთ რამდენი გრამი x-ი დაუმატეს, რამდენი გრამი ოქრო დაუმატეს, x-ი უნდა გავიგოთ. ესე იგი, ოქროს შემადგენლობა ამაში იქნება 0.75 გამრავლებული 40-ზე. მას დაუმატეს სუფთა ოქრო და ახლა მიიღეს ახალ შენადნობში 0.8 გამრავლებული, ეს არის, ესე იგი 40 დამატებული x გრამი. გამრავლებული 40 დამატებული x-ზე. გადავამრავლოთ, აქ ექნება 30 დამატებული x უდრის 32 დამატებული 0.8x. საიდანაც 0.2x 2 სტოლია და x 10 გრამი გამოვიდა, 10 გრამი ოქრო დაუმატებიათ. წესიერი 6 კუთხების პერიმეტრი არის 12 სტოლი, თითოეული გვერდი გამოდის მაშინ 2 სტოლი. რაც შეეხება შემოხაზულ წრეწირს, მისი რადიუსი არის ეს ყველა სამკუთხედის ყველა გვერდები და აქ ყველა სამკუთხედი ტოლ გვერდაა წესიერ სამკუთხედში, იმიტომ რომ 120 გრადუსი იყო და იყოფა 60-იანად და ყველაფერი ტოლია, რადიუსის ტოლია გვერდის. ამიტომ რადიუსი 2 სტოლია და ესე იგი სიგრძე წრეწირის იქნება 2πr, ანუ r 2 სტოლია და გამოვიდა 4π. შემდეგ მოცემული გვაქვს სამკუთხედი, სადაც AD არის ბისექტრისა. ეს კუთხე 125-ია, ეს 158-ია და რისი ტოლია? BAC კუთხე, ეს მთლიანად რისი ტოლია. მოცემული გვაქვს იგი კუთხე, რომელიც აი ამ სამკუთხედის გარე კუთხეა. ეს გარე კუთხე დანარჩენი ორი არამოხაზული კუთხის ჯამის ტოლია. ანუ 125-ს რომ დავუმატოთ რამდენი 23, რომ გახოს 158. ეს 23-ია, რადგანაც ბისექტრისა, ეს 23-ია და ჯამში გამოვიდა 46 გრადუსი. ეს გამოსახულება გავამარტივოთ, გვექნება. ესე იგი, შევაბრუნებთ გამოსახულებას მეოთხე ხარისხის ფესვი, B შეფარდებული 0.2/16 ხარისხში. ბარემ აქვე გავამარტივებ, ეს ფესვს ესე იგი მოგვიხსნის, 4 და 16 შეიკვეცება, გვექნება 4. გამრავლებული ეს ჩავწეროთ როგორც 5-ის კვადრატი, ანუ 5 - 4 ხარისხში და მინუსის გამო იქნება 1 შეფარდებული 5 4 ხარისხში. 0.2 არის 1/5, 5 ავასებთ ესე იგი რიცხვში, იქნება 5 მეოთხე ხარისხში B შეფარდებული 5 მეოთხე ხარისხთან და იქნება B შეკვეცის შემდეგ. უკაცრავად B-ც მეოთხე ხარისხში იყო და გვექნება B მეოთხე ხარისხში. ვიპოვოთ A კუბი - B კუბი გამოსახულების მნიშვნელობა, თუ ცნობილია A - B 4 სტოლი, AB ნამრავალი -1 სტოლია. ფორმულას ვისარგებლოთ ფორმულით, ეს უდრის A - B გამრავლებული A კვადრატს პლუს AB პლუს B კვადრატი. A - B ვიცით 4 სტოლია, A კვადრატი პლუს B კვადრატი პლუს AB. AB -1 სტოლია, ჩავსვამთ ბარემ -1. ეხლა ეს როგორ ვიპოვოთ? ანუ A - B-ს ავიღვანთ კვადრატში, გვექნება A კვადრატს პლუს B კვადრატი და -2AB. აი ეს უნდა ვიპოვოთ ახლა ჩვენ. A - B 4 სტოლია კვადრატში 16 იქნება, 16 უდრის A კვადრატს პლუს B კვადრატი, იქნება +2. საიდანაც A კვადრატს პლუს B კვადრატი, ეს არის 14 სტოლი. ეხლა ჩვენ აი აქ უნდა ჩავსვათ, აი აქ 14 სტოლია, გავაგრძელოთ. აქვე დავწეროთ, ესე იგი A კუბი - B კუბი არის 4 გამრავლებული 14-ს გამოკლებული 13-ია, ეს არის 52 სტოლი. ესე იგი, ვიპოვოთ M-ის რა მნიშვნელობის შეიძლება იყოს ამ ფუნქციის უმნიშვნელობა, ესე იგი, უმცირესი მნიშვნელობა 13 სტოლი, ანუ წვეროზე ფუნქციის მნიშვნელობა უნდა ვიპოვოთ, ანუ ჩვენ წვერო ვიპოვოთ x0, რას უდრის, ეს არის -8 გაყოფილი 2-ზე, ეს არის -4 და ჩავსვამთ ახლა -4-ს, აი აქ. ესე იგი, მნიშვნელობა 13 სტოლია, 13 უდრის კვადრატში 16 -32
დავამატოთ m. -16 გადავა პლუსით და m არის 29 ტოლია. ჩამოთვლილი წრფეებიდან რომელი არის მოცემული წრფის პარალელი? პარალელობის საჭირო არის და აუცილებელი, რომ x-ის კოეფიციენტი ტოლი იყოს. აქედან -2/3 აქვს აი ამ წრფეს და მისი პარალელი წრფე არის აი ეს წრფე. შემდეგ მოცემული გვაქვს გამოსახულება, უნდა გავამარტივოთ გამოსახულება, თუ x-ი არის -x უსასრულობიდან -3-მდე, ანუ -3-ის უკან კიდე არის -4, -5 უსასრულობამდე. მაშინ ეს მოდული შიგნით უარყოფითი გამოდის ყველა მნიშვნელობისთვის x-ის. ამიტომ მოდულიდან რომ გავანთავისუფლოთ, რომ გავხსნათ, დადებითი უნდა იყოს, მოდულში და გამოსახულებას -1-ზე ვამრავლებთ და გვექნება -2x -6 პლუს 2x გვექნება, ესენი გაბათილდება -6 პასუხად. მოცემულია ტოლფერ და ტრაპეცია. მახვილი კუთხის კოსინუსი 2/5 ტოლია, რასოდეს ბლაგვი კუთხის ტანგენსი. ბლაგვი კუთხის ტანგენსი რომ იპოვოთ, ჯერ პირველ რიგში მოდი აქ მართკუთხა სამკუთხედი შევქმნათ ასე, რადგანაც კოსინუსი აი ამ კუთხის არის 2/5, პირობითად ესე მიმდებარე კათეტი არის 2x-ის ტოლი და ჰიპოტენუზა 5x-ის ტოლი. მაშინ პითაგორას სამეულით ეს კათეტი გამოდის ფესვი 21x-დან. ეხლა შევნიშნოთ, რომ ტრაპეციაში გვერდითი კუთხეები, აი ამათი ჯამი 180 ტოლია, როგორც ამათი ჯამი. ანუ ეს კუთხე ბეტა კუთხე გამოდის 180 მინუს ალფა კუთხე. ხო, და გვექნება ტანგენს ბეტა, იგივე რაც ტანგენს 180 მინუს ალფა. დაყვანის ფორმულებით ეს უდრის მინუს ტანგენს ალფას. მინუს ტანგენს ალფას. ანუ მინუს ტანგენს ალფა რა არის? მოპირდაპირ კათეტი შეფარდებული მიმდებარისთან. მინუს ფესვი 21 შეფარდებული 2-თან. ნუ x-ები შეიკვეცება. კომპანიამ წლიური პრემია 3 დეპარტამენტს შორის გაანაწილა. პრემიის განაწილების ამსახველ წრიულ დიაგრამაზე გაყიდვების დეპარტამენტის შესაბამის სექტორის კუთხე 40-ით აღემატება მარკეტინგის დეპარტამენტის სექტორის კუთხეს და 40-ით ნაკლებია ტექნიკური დეპარტამენტის შესაბამის სექტორის კუთხეზე. რამდენი პროცენტით ნაკლებია გაყიდვების დეპარტამენტის თვის გამოყოფილი პრემიის ოდენობა ტექნიკური დეპარტამენტისთვის გამოყოფილი პრემიის ოდენობაზე. კუთხე ვნახოთ, ესე იგი, რამდენი გრადუსი უჭირავს თითოეულ სამ სექტორზე. სულ ჯამში 3x-ია, 3x დამატებული 120, 360 უნდა იყოს, ანუ 3x 240 და x გამოვიდა 80 ტოლი. ანუ ეს 80 გრადუსი გამოვიდა, ეს 120 გრადუსი, ეს კიდევ 160 გრადუსი. ეხლა ჩვენ ვადარებთ გაყიდვების დეპარტამენტს ტექნიკურ დეპარტამენტთან. ხო? ესე იგი, ვისაც ვადარებთ იმასთან, უნდა შევაფაროთ ეს სხვაობა. სხვაობა კი 40-ია, ანუ 40 ვაფარდებთ 160-თან და ვამრავლებთ 100%-ზე. ესა 4-ია, გაიყოფა 100-ზე და იქნება 25%-ით ნაკლებია. შემდეგი ამ სიბრტყეზე მოცემულია. სიბრტყესთან აწრფე ადგენს 60 გრადუსიან კუთხეს. წრფეზე აღებულია A და B წერტილები, მანძილი A წერტილიდან სიბრტყემდე 6 ტოლია, ხოლო B-დან 9 ტოლია. 9 ტოლია. უნდა იპოვოთ ამ გეგმილებისა და A-სა და B-ს გეგმილებს შორის მანძილი. ეს მანძილი უნდა იპოვოთ რისი ტოლია. აი აქ გავატაროთ იმის პარალელური ნაკვეთი, მივიღებთ მსგავს სამ კუთხეც, აქაც 60 გრადუსია, აქ 30 გრადუსია. ეს 30 გრადუსია, მაშინ ეს ჰიპოტენუზა თუ არის 2x-ი, კათეტი იქნება x-ის ტოლი. ხოლო ეს რადგანაც სულ 9 იყო, აქ დაგვრჩა 3. პითაგორას თეორემას ვადგენთ აი ამისთვის და გვექნება 2x კვადრატში 4x კვადრატში უდრის x კვადრატს დამატებული 3-ის კვადრატი 9. ანუ 3x კვადრატში 9 ტოლია, x კვადრატში არის 3 ტოლი და x-ის აძიებელი ფესვის 3. მოცემულია ტოლფერ და ტრაპეცია, რომლის AD გვერდი მდებარეობს OX ღერძზე. OY ღერძი მისი სიმეტრიის ღერძია. AD უდრის 8-ს, ხოლო BC უდრის 6-ს. ამასთან B წერტილი და C წერტილი არის დადებითი. Y აქვს მას და უნდა იპოვოთ B-ს ორდინატა. მე ხა დავაწერე ეს რა თქმა უნდა, თუ 8 ტოლია -4 და 4 იქნება, -3 და 3 იქნება, ეს 60 გრადუსია მოცემული და უნდა იპოვოთ B-ს, ან ეს სიბრტყე თუ იპოვით, გვეცოდინება B-ს ორდინატა. ამ მართკუთხა სამკუთხედში, თუ ეს 60-ია და ეს 30-ია, მის პირდაპირ მდებარე კათეტი ჰიპოტენუზის ნახევარი. ეს კი 1-ის ტოლია, ეს 1-ია, ეს 2 გამოვიდა მაშინ და ხოლო ეს სიგრძე
იქნება კვადრატული ფესვი 2-ის კვადრატს 4-ს გამოკლებული 1-ის კვადრატი არის ფესვი 3. ანუ ფესვი 3 არის ამის სიგრძე და მისი ორნადაც იქნება ფესვი 3. ეს იქნება ფესვი 3 წერტილი. შემდეგ ვიპოვოთ უმცირესი მთელი რიცხვი, რომელიც აღემატება აი ამ გამოსახულებას. მესამე ხარისხის ფესვი 60-დან შევაფასოთ, ის იქნება მოთავსებული მესამე ხარისხის ფესვი 27-სა და მესამე ხარისხის ფესვი 91 შორის, რომლებიც არიან 3 და 4. 3-სა და 4 შორის არის, თუ გავყოფ 12-ს 4-ზე 3-ია, თუ 3-ზე 4-ია, ანუ თვითონ ეს გამოსახულებაც მოთავსებულია 3-სა და 4 შორის. არის უმცირესი მთელი რიცხვი, რომელიც მას აღემატება, არის 4-ის ტოლი. შემდეგ მოცემულია სიმრავლეები და უნდა იპოვოთ x და y-ის თანაკვეთის გაერთიანება x და z-ის თანაკვეთასთან. x და y-ის თანაკვეთა რა არის? რა აქვთ მათ საერთო? 3 აქვთ, 7 და 9. 3, 7 და 9, 3, 7 და 9, ხოლო x და z თანაკვეთაში აქვთ 1 და 3. მეტი არა, ან ერთსაც აქ დავუმატებთ და მივიღებთ ამ გაერთიანებას. ქვემოთ მოცემული შუალედებიდან რომელ შუალედშია ეს ფუნქცია ზრდადი. მიხა დავიყვანოთ ესენი გავიმარტივოთ, ეს იქნება -8 π-ნახევარს -π-ნახევარი ეს პერიოდია და იქნება -π-ნახევრიდან π-ნახევრამდე. ეს შუალედია π-ნახევრიდან 4/3 π-მდე, აქ დავიყვანე, ესენი დავტოვოთ ასე. ეხლა მინუსის გამო, ესე იგი შეიცვლის, ესე იგი თუ ზდადი იყო, იქ გახდება კლებადი, რაც კლებადი იყო, იქ ზდადი გახდება. და რა გვაქვს? -π-ნახევრიდან π-ნახევრამდე. ფუნქცია ზრდადია, სინამდვილეში ასე იზრდება, მაგრამ მინუსის გამო კლებადი გამოდის და ეს არ გამოგვადგება. შემდეგი, ნახოთ შემდეგი. π-ნახევრიდან 4/3 π-მდე. ეს არ გამოგვადგება. π-ნახევრიდან 4/3 π-მდე. 4/3 π არის დაახლოებით 240 გრადუსი. აი ასე მოდის, ანუ იკლებს სინუსი და სინამდვილეში მინუსის გამო მოიმატებს, ამიტომ ეს არის ჩვენი სავარაუდო პასუხი. გავაგრძელოთ მაინც -π6-დან 2π3-მდე. ასე წამოვიდა, აქამდე მოვიდა. ანუ ესე იგი იზრდებოდა ჯერ და მერე კლება დაიწყო. ამიტომ მას არ გამოგვადგებოდა და 7/6 ეს არის 210 გრადუსი, ეს არის 300 გრადუსი, ანუ 210 გრადუსიდან 300 გრადუსამდე, ესე კიდევაც იკლებს და შემდეგ იზრდება, ანუ მონაცვლეობა აქვს და ესეც არ გამოგვადგება. რას უდრის ალბათობა იმისა, რომ კვადრატის შიგნით ჩახაზული წერტილი აღმოჩნდება, ამ შემთხვევით არჩეული წერტილი აღმოჩნდება ამ კვადრატში ჩახაზული წრის გარეთ. აი უნდა აღმოჩნდეს. ალბათობა გეომეტრიული მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენთვის სასრულ ფართობს ვაფარდებთ სრულიად ფართობთან. ჩვენი სასრული ფართობი არის აი ეს ნაწილი, ანუ კვადრატის ფართობს გამოვაკლებთ წრეწირის ფართობს. თუ ამას აღვნიშნოთ პირობითად 10, გვექნება a კვადრატს გამოვაკლოთ. ეხლა ამ წრის რადიუსი არის ანახევარი. ანუ ფართობი მის იქნება π გამრავლებული a კვადრატი შეფარდებული 4-თან. π გამრავლებული a კვადრატი შეფარდებული 4-თან. შეფარდებული მთელი ფართობი კვადრატის არის a კვადრატი. თუ a კვადრატს გავიტანთ ჩხილებს გარეთ, შეიკვეცება, დაგვრჩება 1-ს გამოკლებული π4. π4 არ ჩანს. ეს არის a კვადრატი 4-თან გამრავლებული. შემდეგ ეს გამოსახულება უნდა გავამარტივოთ და უნდა იპოვოთ ფესვების ნამრავლი გამოსახულების. შემოვიტანოთ აღნიშვნა ლოგარითმი 5-ის ფუძით x-ის აღნიშნოთ t, გვექნება t კვადრატს minus t minus 2 უდრის 0-ს. ამის ფესვები ვეტად იქნება 2 და -1, ანუ გადავიდეთ ახლა დავბრუნოთ აღნიშვნას უდრის 2-ს და ლოგარითმი 5-ის ფუძით x-ისა უდრის -1, საიდანაც x-ი არის 5 კვადრატში 25, ხოლო აქ x-ი არის 5-1 ხარისხში 1/5. მათი ნამრავლი გვაძლევს 25 ჯერ 1/5 იქნება 5-ის ტოლი. მოცემულია მართკუთხა სამკუთხედი, ერთ-ერთი კუთხე 60 გრადუსის ტოლია. სამკუთხედში მოხაზული წრეწირის რადიუსის სიგრძე არის 2 სანტიმეტრი და ვიპოვოთ დიდი კათეტის სიგრძე. დიდი კათეტის სიგრძე ეს უნდა ვიპოვოთ, ეს არის ჩვენი საფოვნელი. რადიუსი მართკუთხა სამკუთხედზე რომ შევხვდეთ, მის ცენტრი მდებარეობს ჰიპოტენუზის შუა წერტილზე და ეს მედიანაც რადიუსია, ეს 2 და ესეც რადიუსია და ყველა რადიუსი ანუ 2-ის ტოლია ესეც და ესეც. იმდენაც ეს 30 გრადუსია
მისი მოპირდაპირე კათეტი იქნება ჰიპოტენუზის ნახევარი. ეს 2 სტოლია და პითაგორათი ეს თუ 4 და ეს 2-ია, ეს იქნება 2 ფესვი 3-დან. 2 ფესვი 3-დან. ვიპოვოთ ახლა x-ის ყველა მნიშვნელობა, რომლის მიხედვითაც ეს 2 და b ვექტორი კოლინიალური ვექტორები, ანუ კოლინიალური ნიშნავს პარალელური ვექტორებია. ან პარალელურად არის თანამიმართული, ან საწინააღმდეგოდ, მაგრამ პარალელურია. ამისთვის საჭიროა, რომ ეს კოეფიციენტები იყოს პროპორციული, ან -1 გავყოთ x-ზე, ტოლი უნდა იყოს 2 შეფარდებული 3-თან, საიდანაც x-ი უდრის -3/2-ს. შემდეგ 22-ში თითოეული გასროლისთვის ტყვის მიზანში მოხვედრის ალბათობა არის 0.8, ანუ იგი 4/5. იპოვეთ n-ის უდიდესი მნიშვნელობა, რომ n გასროლიდან ყველა გასროლის მიზანში მოხვედრის ალბათობა იყოს 0.5-ზე მეტი, ანუ ყველაზე მეტი n-ი რაოდენობის შეიძლება იყოს. თითოეული გასროლის ალბათობა თუ 4/5-ია, ესე იგი, ორ გასროლაში იქნება 4/5 გამრავლებული 4/5-ზე, სამ გასროლაში კიდე 4/5-ზე, ანუ ჩვენ უნდა ნახოთ, ესე იგი 4/5 n ხარისხში, რომ მეტი იყოს 1/2-ზე. და ყველაზე მაქსიმალური n რა არის? ამიტომ n-ს მოვსინჯავთ ყველა n-ს. n-ი როცა 1 სტოლია. ერთჯერ რო გაისვის 4/5 მეტია 1/2-ზე არის კი ბატონო. n-ი როცა 2 სტოლია. კვადრატში იქნება 16/25, ასევე მეტია 1/2-ზე, იმიტომ რომ 16/25-ის ნახევარზე მეტია. n-ი როცა 3 სტოლია. მესამე ხარისხში იქნება 64 125-თან. ისევ მეტია 1/2-ზე. ეხლა n-ი როცა 4 სტოლია. 216 შეფარდებული 625-თან. ეს უკვე არ არის ამის ნახევარი, მასე ნაკლებია, ის ნაკლებია 1/2-ზე და ყველაზე დიდი n-ი გამოვიდა 3 ყოფილა. 3 გასროლის შემთხვევაში 1/2-ზე მეტია ალბათობა, მოხვედრის ალბათობა. შემდეგი ვიპოვოთ აი ამ ფუნქციის მნიშვნელობათა სიმრავლე. ესე იგი, სინუს კვადრატ x-ი თავის მნიშვნელობებს მიიღებს მაქსიმალური და მინიმალური იქნება 0-დან 1-მდე. 0-სა და 1 შორის არის სინუს კვადრატ x-ი არის 0-სა და 1 შორის. მაშინ 2 პლუს 0 იქნება 2, 1 მინუს 1/2 იქნება 1/2. როცა 1-ია მაქსიმალური, გვექნება 2 პლუს 1 არის 3, 1 მინუს 1/3 იქნება 2/3. ესე იგი, ჩვენი იქნება 1/3-დან 2/3-მდე მნიშვნელობათა სიმრავლე. ამ ზღვარში არის მნიშვნელობები. OX-Y საკონდენო სიტყვაზე განვიხილოთ ყველა სამკუთხედი, რომელთა ორი წვერო არის a-2 0 და b6 0, ხოლო მესამე წვერო მდებარეობს აი ამ ფუნქციის გრაფიკზე, ხოლო ამ სამკუთხედის ფართობებს შორის უმცირესი უნდა ვიპოვოთ ჩვენ. აი ამ წვერო ვიპოვოთ აი ამ ფუნქციის, ამ პარაბოლას იქნება 3-6 წერტილში, ეს წვერო 3-6 წერტილში, აიქა 6-ში და ზემოთ აქვს შტოები. უმცირესი სამკუთხედი რომ იყოს, მათ შორის ყველაზე ქვემოთ წერტილი არის ეს წვეროს წერტილი, ამიტომ აი ეს სამკუთხედი იქნება უმცირესი სამკუთხედი და ფართობი რომ ვიპოვოთ მისი, რადგანაც ეს 6-ია მისი სიმაღლე, ესი სამკუთხედის იქნება 1/2, ფუძე არის 8, გამრავლებული 8-ზე და გამრავლებული 6-ზე. მივიღებთ 24 არის ფართობი. შემდეგი ვიპოვოთ აი ამ განტოლების ყველა ამონახსთა ჯამი, რომელიც მოთავსებულია 0-2 შუალედში. სინუსი x როდის უდრის, როცა არის სინუსი x უდრის აი 0 პლუს p და p-ი სულ. ანუ გვექნება x პლუს p3 უდრის p-ს, სადაც n-ი არის მთელი რიცხვი. ეხლა ვამოწმებთ. არა, ჯერ გამოვიყვანოთ x-ი, გამოვსახოთ x-ი არის p-ს მინუს p3. და ავიღოთ ყველა n-ი ავიღოთ 0 სტოლი. როცა n-ი 0 სტოლია, გვაქვს მინუს p3, რომელიც არ გვაქვს ჩვენ აქ უარყოფითი. ანუ თუ ყველა უარყოფითს ავიღებთ n-ს, არ გვექნება აქ შუალედში. ამიტომ ჯობია ავიღოთ დადებითები. დავიღოთ n-ი როცა 1 სტოლია, გვექნება p-ს x უდრის p-ს გამოკლებული p3, ეს არის 2p3. შემდეგ როცა n-ი 2 სტოლია, გვექნება 2p-ს გამოკლებული p3, ეს არის 6p-ს 5p3.
n როცა 3 სტოლია. გვექნება 3 პის გამოკლებული პისამდე 2 პიზე მეტია არ გვინდა. ანუ ჩვენი ამონახსნები არის ამ შუალედში ესენი. და შევკრებთ, გვექნება 7 პი მე-13 იქნება ამონახსნთა ჯამი. ესე იგი 26 საკითხში მოცემული გვაქვს მოცემული გამონათქვამებიდან რომელია მცდარი გამონათქვამი. პირველი ესეთი გამონათქვამი იყო. თუ სამკუთხა პირამიდის წვეროდან პირამიდის ფუძის გვერდებით დაშვებული სიმაღლეები ერთმანეთის ტოლია, მაშინ ეს პირამიდა არის წესიერი. ესე იგი ეს სიმაღლეები შეიძლება ტოლი მონაკვეთები იყოს, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ესენი ტოლი მონაკვეთი იყოს ფუძეში, ესე იგი ფუძეში სამკუთხედის გვერდები. ის კი აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ სამკუთხედის პირამიდა წესიერი უნდა იყოს, პირამიდა წესიერი. ამიტომ ესე იგი ეს არ გამოდგება. პირველივე პასუხი არის მცდარი. შემდეგი მეორე. ესე იგი მოცემული გვაქვს ორი გეომეტრიული გარდაქმნა. ღერძული სიმეტრია ორდინატთა ღერძის მიმართ და ჰომოთეტია ცენტრით O, კოეფიციენტით -3, K -3-ია. ესე იგი n-ის კოორდინატა არის 3 - 7 და ვიპოვოთ ესე იგი m-ის კოორდინატა. n-ის სიმეტრიული წერტილი OY ღერძის მიმართ იქნება 3 - 7 წერტილი. ან n1 დავარქვათ ამას, ეს არის 3 - 7. ხოლო ჰომოთეტიით მიღებული წერტილი, რომელიც O-ცენტრის მეორე მხარეს იქნება, რადგანაც -3-ია. უნდა მივიღოთ, ესე იგი -3 - 7. -3 - 7-ის გაყოფით -3-ზე, იმიტომ რომ ამ წერტილის ჰომოთეტიური წერტილი გაამრავლეს -3-ზე და მიიღეს. ახლა ვყოფთ პირიქით, გვექნება -3 გაყოფ -3-ზე იქნება 1 და 7/13. 1 7/13 იქნება n წერტილი. მოცემული ეს უმარტივესი არითმეტიკული პროგრესიის ამოცანა, პირველ A1 5-ს უთრის, პირველი 10 წევრის ჯამი 45-ს რას უთრის სხვაობა. ფორმულა ჩავწეროთ, S10 არის 2A1-ს დამატებული D გამრავლებული n-9d-ზე, 9d-ზე შეფარდებული 2-თან გამრავლებული 10-ზე, ეს უთრის 55-ს. საიდანაც 2A1, რადგან 5-ია, 10 დამატებული 9d. აქ 5-ზე გავყავით, 5 იქნება და გაიყოფა იქ 4-ზე 11 იქნება, საიდანაც 9d 1 სტოლია და d სხვაობა არის 1/9 სტოლი. შემდეგ, აი ამ წერტილებზე გამავალ წრფეზე მოძრაობს წერტილი. როგორ შეიძლება ამ წერტილის ორდინატა თუ მისი აფსისა გაიზრდება 8 ერთეული. თქვა დავიღოთ 3 2-ია და 8 თუ გავზრდით იქნება 11 და y, ესე იგი ორდინატას რა მოუვა. ესე იგი პირიქით, როგორ შეიცვლება ამ მისი ორდინატა თუ აფსისა გაიზრდება 8 ერთეულით. ანუ თუ 3 2-ია, ეს გაიზრდება, ანუ ესე იგი იქნება 10. ხო, სწორად წერდი. 11 y. ესე უნდა y-ი უნდა ვიპოვოთ. ნუ ისე და ისე წრფის განტოლებას დავწერთ, გვექნება 2 უდრის, ესე იგი y უდრის kx პლუს b. ვაკეთებ წრფის განტოლებას. 2 უდრის 3k პლუს b და -1 უდრის 7k პლუს b. ვაკლებთ ერთმანეთს, გვექნება 2-ს -1 არის 3, -4k, b აღარ გვაქვს. საიდანაც k უდრის -3/4. ჩავთვალოთ ახლა რომელი იმაში და გვექნება, ეს გამოკლება აქ იყო. გვექნება 2 უდრის -9/4 პლუს b, საიდანაც b უდრის 2 დამატებული 9/4 იქნება 17/4. ანუ მივიღეთ წრფის განტოლება y უდრის k არის -3/4x პლუს 17/4. ეხლა ჩავსვათ ეს წერტილი 11 თუ x-ია, ვიპოვოთ შესაბამისი y. გვექნება y უდრის 11-ზე ვამრავლებთ, გვექნება -33/4 დამატებული 17/4, ეს არის 4 -16/4 და გვექნება -4. ანუ -4 თუ გახდა, ესე იგი ეს 8 გაიზარდა, ეს კი შემცირდა 6 ერთეულით, ანუ 6 ერთეულით შემცირდა. მოცემული ესე იგი AB არის 2
ერთმანეთის მკვეთი წრეწირის საერთო მხები წრფეა, სადაც A და B არის შეხების წერტილები წრეწირებთან, იპოვეთ წრეწირების ცენტრებს შორის მანძილი, ეს მანძილი იპოვოთ, თუ წრეწირის რადიუსებია 11 და 6, ხოლო AB მანძილი 12 ტოლია. ეს რომ ამოვატრიალოთ არის მართკუთხა ტრაპეცია, ასე გადმოვხაზოთ მართკუთხა ტრაპეცია. ქვედაფუძე 11 ტოლია, ზედა 6 და ეს კი 12 ტოლია. არის 12 ტოლია, აი AB მანძილი. ეს არის საბოლოო. აქ დავუშვათ მართობი, რომელიც ასევე 12 ტოლი იქნება და ეს 12 ტოლია. ეს გვაქვს 5, იმიტომ რომ 11-ს გამოკლებული 6 5-ია და პითაგორას სამეულით ეს 13 ტოლია, ჩვენი საძიებელი მანძილი. შემდეგ 13 ამოცანაში 10 სპორტსმენიდან უნდა შეირჩეს გუნდი 6 სპორტსმენის შემადგენლობით. ორ სპორტსმენს სურს, რომ ან ორივე იყოს გუნდში, ან არც ერთი. ამ ორი სპორტსმენის სურვილის გათვალისწინებით, რამდენი სხვადასხვა ქსით შეიძლება გუნდის შედგენა. ანუ ესე იგი, პირობითად რომ ვთქვათ, ორი მეგობარია, რომელთაც უნდათ რომ თუ მოხვდება, ან ორივე მოხვდეს, ან არც ერთი არ მოხვდეს გუნდში. ახლა ესეთი ვარიანტი განვიხილოთ, თუმცა ორივე შევიყვანეთ. თუ ორივე შევიყვანეთ, მაშინ დარჩენილი 8-დან 4 გვჭირდება. ამიტომ C 8-დან 4 არის ერთი ვარიანტი კიდევ რაოდენობა. ეს არის 8 ფაქტორიალი, შეფარდებული 4-ის ფაქტორიალთან და 4-ის ფაქტორიალთან. ნუ შევკვეცავთ, იქნება 5 ჯერ 6 ჯერ 7 ჯერ 8, 2 ჯერ 3 ჯერ 4. ეს 8 შევკვეცოთ, 3 2 იქნება, გვექნება 70 არის ეს რაოდენობა. ეს როცა შევიყვანეთ ეს 2. ეხლა ის ვარიანტები გვინდა, როცა ეს 2 არც ერთი არ არის მასში. მაშინ იქნება 8-დან უკვე 6-ვეს არჩევანი გვინდა. C 8-დან 6, 6-ვე ამათ გარეშე რომ იყოს. ანუ 8 ფაქტორიალი, 6-ის ფაქტორიალი, 2-ის ფაქტორიალი. ეს არის თუ შევკვეცავთ 7 ჯერ 8 გაყოფილი 2-ზე, ანუ ეს იქნება 28. საბოლოოდ იქნება 70 დავუმატოთ 28, ანუ 98 არის ვარიანტების რაოდენობა. შემდეგ მოცემულ გეომეტრიულ პროგრესიაში პირველი 3 წევრის ჯამი 13 ჯერ აღემატება პროგრესიის პირველ წევრს. ხო, ანუ ეს უდრის 13 ბერტს. ვიპოვოთ ამ პროგრესიის ნიშნელი. ჩავწეროთ ესე, ყველა ჩავწეროთ B1-ის საშუალებით. B1 დავუმატოთ B1 გამრავლებული კუზე, დავუმატოთ B1 კვადრატზე უდრის 13 ბერტს. B1 რო გავიტანჩხოთ, შეიკვეცება, დაგვრჩება 1 პლუს q კვადრატი მინუს 13 უდრის 0-ს მინუს 12 უდრის 0-ს, ეს არის 3 და მინუს 4, ანუ მაგრამ პირობაში იყო რომ დადებით წევრებიანი არისო, ეს ჩვენი გეომეტრიული პროგრესია, ამიტომ უარყოფითი ნიშნელი არ გვაყოფილებს, იმიტომ რომ მონაცვლეობა იქნება ნიშნების, მაშინ არ იქნება დადებით წევრი ყოლა და ჩვენი პასუხი არის 3 ტოლი არის. მოცემული გვაქვს fx ლუწი ფუნქცია, ასევე პერიოდულობით 3. ეს ფუნქცია 0.3 სეგმენტზე ემთხვევა აი ამ წრფის გრაფიკს. და უნდა ვიპოვოთ f2-ზე. f უნდა ვიპოვოთ f2-ზე ამ ფუნქციის. ესე იგი, ავაგოთ ახლა 0-დან 3/2-მდე, იგივე 1/1/9-ია 3/2, 1/5-მდე, აქ 1, 2, 3 დავწეროთ -1, -2. ავაგოთ აი ამ სეგმენტზე ფუნქცია, როცა 0-ია, -2-ის ტოლია, როცა 1-ია, -1-ის ტოლია და როცა 1/9-ია, -0.5-ის ტოლია. ესეთი გრაფიკი გვაქვს. და რადგანაც ლუწია ფუნქცია, მარცხენა მხარესაც იგივეს იმეორებს, ეს ფუნქცია იგივე იქნება და ესეთი გრაფიკი გვაქვს მარცხენა მხარეს. უკვე ეს -1.5-ში, უკვე ეს 3-ია, რადგანაც პერიოდულია, ფუნქცია იმეორებს, ესე იგი, გაიმეორებს ამას უსასრულოდ ამ თავის პერიოდულ ეს გრაფიკში გამეორდება. ეხლა, ანუ ერთ და იგივე მნიშვნელობას თქვათ, იგი ისხებულობს, აი იმეორებს ყოველ 3 პერიოდში. ეხლა ჩვენ f2 რომ გავიგოთ, f2 იგივეა, რაც f2-ს დავუმატოთ ან გამოვაკოთ 3 ჯერ n.
ნუ ერთიანი გამოვაკლოთ, ეს არის f-1-ზე. რადგანაც f-1 და 1 ლუწი ფუნქცია, f-1-ზე იგივეა რაც f-1-ზე. ისევე როგორც f-2-ზე იგივეა რაც f-2-ზე. ხოლო f-1-ზე ჩვენ უკვე ვნახეთ იყო -1 სტოლი. ესე იგი, ABC კვადრატის AB გვერდი მდებარეობს სიბრტყეზე. კვადრატის ცეწვეროდან სიბრტყემდე მანძილი დავუშვათ ეს პერპენდიკულარი. მანძილი 2.2 ჯერ ნაკლებია ამ კვადრატის დიაგონალზე. დიაგონალს ეს თუ არის, ესე იგი x-ი აღნიშნავთ, ეს იქნება 2 ფესვი 2x-ი. იპოვეთ ამ კვადრატის დიაგონალის სიგრძე, იპოვეთ მოცემული კვადრატის და ამ სიბრტყით შედგენილი ორწახნაგა კუთხის სიდიდე. ეხლა ეს C1 არის ეს პროექცია, ამიტომ გეგმილი მისი იქნება აი აქ C1b. რატომ? საინ პერპენდიკულარის თეორემით CB AB-ს პერპენდიკულარულია, ხოლო C1b არის AB-ს პერპენდიკულარული ასევე. ამიტომ ჩვენი ორწახნაგა კუთხე იქნება ეს კუთხე, რომელიც ჩვენი საძიებელი კუთხეა. ეხლა თუ ეს კვადრატია და ეს დიაგონალია, დიაგონალი თუ არის, მაშინ 2 ფესვი 2x-ი, მაშინ გვერდი კვადრატის ყოფილა 2x-ისა, იმიტომ რომ დიაგონალი ფესვი 2-ზე მრავლდება. ანუ ეს გვერდიც 2x-ია და მივიღეთ სამკუთხედი, რომელშიც ჰიპოტენუზა 2x-ია, ხოლო კათეტი x-ია. მაშინ გამოვიდა, რომ ეს ყოფილა 30 გრადუსიანი კუთხის პირდაპირ მდებარე და ეს ორწახნაგა კუთხე ყოფილა 30 გრადუსის სტოლი. შემდეგ მოცემულია სიმრავლეები a, b და c. ელემენტთა რაოდენობა მითითებულია a-ში 25-ია, b-ში 24-ია, c-ში 35-ია. ამათ გაერთიანება გვაძლევს 60, ანუ ნიშნავს, რომ გამეორებული არც ერთი არ არის, 60 ელემენტია. თანაკვეთის რაოდენობა თანაკვეთაში რამდენია, ანუ სამივეს თანაკვეთაში აქ ეს უნდა გავიგოთ და გარდა ამისა ვიცით, რომ იმ ელემენტების რაოდენობა, რომლიდანაც თითოეული ეკუთვნის a, b და c სიმრავლიდან ზუსტად 2 სიმრავლეს, ანუ ესენი, ამათი რაოდენობა 10 სტოლია. ვიპოვოთ აი ეს. მოდი ამას ცვლადი დავარქვათ a და a ვიპოვოთ. ეხლა ესე იგი, შევკრიბოთ ესენი ყველა. 25-ს დავუმატოთ 24 და 35. ეხლა ესენი ჩვენ ამ დათვლის შეკრების დროს ორ-ორჯერ გავიმეორეთ, აქაც და აქაც. ამიტომ ერთ-ერთს დავიტოვებთ და ერთს გამოვაკლებთ. ანუ გამოვაკლებთ x პლუს y პლუს z. და კიდევ გამოვაკლებთ, აი ეს სამჯერ დავითვალეთ, უკვე ერთი დავიტოვოთ და ორჯერ გამოვაკლებთ 2a. და ეს რაოდენობა არის 60 სტოლი. აქ არის 60, 84-ს გამოვაკლოთ. ამათი ჯამი 10 სტოლი იყო. 10 გამოვაკლოთ 2a უდრის 60. ანუ 74-ს გამოვაკლოთ 2a, ეს 60 სტოლია. 2a არის 14 და a 7 სტოლი ყოფილა. მოცემული წერტილიდან თვისადმი გავლებულია 2 მკვეთი და მოცემული ეს ნაკვეთები 6 და მისტოლი აქ 4-ის და უნდა იპოვოთ აი ეს უცნობი x ელცემო ნაკვეთი უნდა იპოვოთ. ზოგადად ერთი წერტილიდან რამდენი მკვეთიც არ უნდა გავატაროთ, ყოველთვის იქნება ეს წესი, რომ გარე ნაწილის ნამრავლი მთელ მკვეთზე უდრის გარე ნაწილის ნამრავლი მთელ მკვეთს და ყველა მკვეთზე ეგრე იქნება. ანუ ესე იგი 6 გამრავლებული მთელი მკვეთი იქნება 14 უდრის 4 გამრავლებული 4 პლუს x-ი. ანუ ეს არის 2-ზე გავყოთ 2 მხარე, იქნება 3, იქნება 42 უდრის 8 პლუს 2x-ი. საიდანაც 34 უდრის 2x და x-ი 17 სტოლია. ჯერ ყოფილა ეს მონაკვეთი. შემდეგ მოცემულია კონუსის გვერდზეპირის შლილი გვაქვს, აგერ გავშალეთ გვერდზეპირ და მისი ცენტრული კუთხე არის 4/9 პირადი ამის სტოლი, იპოვეთ ამ კონუსის ფუძის რადიუსის სიგრძე თუ მისი მსახველის სიგრძე 7 სანტიმეტრის სტოლია. ეს 7 სანტიმეტრი აქ რომ მსახველი აქ ამ სექტორის რადიუსია იგივე ასე. და მისი სიგრძე უდრის ეს რადიანები გამრავლებული სწორედ 7-ზე. ანუ სიგრძე არის ჩვენი წრეწირი, ეს არის 2πr
2r უდრის 7 გამრავლებული 4b მეცხრედზე. 2p და 2p შევკოს და 2 დაგვრჩება, r უდრის 14 მეცხრედი. ისე ვიპოვოთ a და b უცნობი რიცხვები, თუ ცნობილია, რომ ამ ფუნქციის უდიდესი მნიშვნელობა არის 9, ხოლო f-3-ზე ემთხვევა f5-ს. მაქსიმუმ მნიშვნელობა პარაბოლას აქვს, როცა შტოები ქვემოთ აქვს, აი ასე. მაშინ აქვს მაქსიმუმი წვეროში. ანუ x0 f(x0)-ზე არის 9-ის ტოლი. x0 რა არის? x0 არის -b შეფარდებული 2a-თან. და ეს არის 9-ის ტოლი. არა, ამაზე არის ფუნქცია 9-ის ტოლი. ეხლა ეს ჩავწეროთ f-3-ზე, ჩავსვათ, აი აქ გვექნება, ესე იგი 9a-ს გამოვაკლოთ 3b, დავუმატოთ 4. ეს უდრის ეხლა 5-ზე. 25a-ს დამატებული 5b დამატებული 4. ორივე მხარეს 4 შეგვიძლია გამოვაკლოთ. გვექნება 9a და 25a დამოვიწყდა აქა. b გადმოვიტანოთ აქეთ, გვექნება ან პირიქით 900-თან გადმოვიტანოთ, ეს იქნება -16a უდრის 8b-ს. გავყოთ 8-ზე -2a უდრის b-ს. აი ახლა აქ ჩავსვათ ეს ყველაფერი, b ყოფილა -2a და გამოვიდა, რომ 1-ის ტოლია x0-ზე. თუ x0 1-ის ტოლია, მაშინ x 9-ის ტოლია, სადაც x 1-ის ტოლია. და ახლა ჩავსვათ აქ 9 უდრის ეს x0 1-ის ტოლია. a პლუს b პლუს 4, საიდანაც a პლუს b უდრის 5-ს. a პლუს b 5-ს უდრის, მაგრამ აქ მოცემული იყო, რომ b არის -2a-ს ტოლი. ანუ ჩავსვათ a-ს -2a უდრის 5, საიდანაც -a უდრის 5-ს. თუ -a 5-ს უდრის, a უდრის -5-ს. ეს თუ -5-ია, b გამოვიდა 10-ის ტოლი. შემდეგ ამაში abcd კვადრატში AD გვერდზე აგებულია ნახევარწრეწირი, რომელსაც ეს c-დან გამოსული ck ხები კვეთს AB წერტილის გაწერტილში. შეხების წერტილი ხების n წერტილშია. ესე კვადრატის გვერდი 12-ის ტოლია, უნდა ვიპოვოთ აკა მანძილი, ეს x-ი მანძილი. ეს c-დან ხები გამოსულია 2 ხები, არა მარტო ესა, და ისინი ტოლია სიგრძით, ამიტომ აქამდე 12-ის ტოლია. ეს დარჩენილი ნაწილი და ეს ნაწილი ნახეთაგაც ხებია. ერთ წერტილიდან გამოსული, ეს თუ x-ი, აქაც x-ი იქნება. მაშინ აი ამ მართკუთხა სამკუთხედში დავწეროთ პითაგორას თეორემა. ანუ ეს ჰიპოტენუს არის 12 პლუს x-ი. 12 დამატებული x-ი კვადრატში უდრის 12-ის კვადრატს დამატებული ეს გვერდი კი არის 12 გამოკლებული x-ი. 12-ს გამოვაკლოთ x-ი კვადრატში. 154-ს დავუმატოთ 24 x-ი დამატებული x-ი კვადრატში უდრის 154-ს დავუმატებული 154 გამოვაკლოთ 24 x-ი დავუმატოთ x-ი კვადრატში. ორივე მხარეს შეგვიძლია ერთგვარი წევრები გამოვაკლოთ, დაგვრჩება 24 გადმოვად, პლუს იქნება 48 x-ი უდრის 144-ს, x-ი არის 148 გავყოთ 144 გავყოთ 48-ზე, ეს არის 3-ის ტოლი. ანუ 3-ის ტოლია აკამანაკო. მუდმივი სიჩქარით მოძრავი ველოსიპედის სტეპიდან პირველი ყოველი საათის განმავლობაში გადიოდა 3 კილომეტრით მეტ მანძილს. ამ მის სიჩქარე 3-ით მეტი იყო, 3 პლუს x-ი. მეორესი x-ი. შედეგად პირველმა გაიარა 36 კილომეტრი 1 საათით ნაკლებ დროში, ვიდრე მეორე 45 კილომეტრი. იპოვეთ ველოსიპედისტების სიჩქარე ცალ-ცალკე. ანუ რა თქმა უნდა, მან მცირე დროში გაიარა, ამიტომ 45 მანძილი შეფარდებული სიჩქარესთან, რომ გამოვაკლოთ შეფარდებული 3 პლუს x-თან, ეს არის 1 საათი განსხვავება. გამოხსნათ 3 პლუს x-ი გამრავლებული x-ზე, ამას ვამრავლებთ, ამაზე იქნება 135 დამატებული 45 x-ი, გამოვაკლოთ 16 x-ი, ეს არის 1-ის ტოლი და ასე იგი აქ გვექნება
135-ს დამატებული 9x უდრის 3x დამატებული x კვადრატში. ყველაფერი ერთ მხარეზე გადავიტანოთ, იქნება x კვადრატს გამოვაკოთ 6x, გამოვაკოთ 135 უდრის 0-ს, d4-ია გამოვთვალოთ 9 დამატებული 135, ეს არის 154. საიდანაც x1 იქნება 3 დამატებული 12, ანუ 15. მეორე x2 არ გამოგვადგება უკვლინაგლებია 0-ზე. ესე იგი, ერთის სიჩქარე არის 15x, მეორე ყოფილა 3-ით მეტი, 15 და 18-ია მათი სიჩქარეები. და ბოლო ამოცანა პარამეტრის ასე იგი ვიპოვოთ ამ განტოლების ყველა ამონახსნი, სამი ამონახსნი გვინდა ამ განტოლების ზუსტად და კას რა მნიშვნელობისთვის აქვს ზუსტად სამი ამონახსნი აი ამ განტოლებას. კა პარამეტრზეა დამოკიდებული, ესე იგი, ხედავთ აქეთ მარცხენა მხარეს არის მოდულში, მარჯვენა მხარეს კი, რადგანაც დამოკიდებული არის უცნობზე არის კა პარამეტრზეც, რიცხვია ჩვეულებრივი მიღებული რიცხვი, ამიტომ მოდული რადგან არის, ეს რიცხვი უნდა იყოს ან მეტი, ან ტოლი 0-ზე. ისე პირველად ამ შეზღუდვას ჩავწერეთ, საიდანაც არის k კვადრატს მინუს 5k პლუს 5 მეტი ან ტოლი 0-ზე უნდა იყოს. საიდანაც d არის 25-ს გამოვაკეთებ 4x5 20, ეს არის 5-ის ტოლი, k1 არის 5-ს და გამოვაკლოთ ფესვი 5 შეფარდებული 2-თან, ხოლო k2 არის 5 დავუმატოთ ფესვი 5 შეფარდებული 2-თან. რადგანაც მეტი ან ტოლი 0-ზე, ფესვებს გარეთ არის ამონახსნები, ისე k ეკუთვნის მინუს უსასრულობა 5 მინუს ფესვი 5 2-თან გაერთიანებული, ეს არის ჩაკეტილი შევარდნი მეტი ან ტოლია, გაერთიანებული 5 პლუს ფესვი 5 შეფარდებული 2-თან პლუს უსასრულობა. კარგი. ეხლა ავაგოთ ეს მარცხენა პარაბოლა. ჯერ მოდულის გარეშე ავაგოთ. ამისი ნულები არის 1 და 5. 1 და 5-ში კვეთს ox ღერს, ხოლო y ღერს კვეთს აი ამ 5 წერტილში და ასეთი პარაბოლა გვაქვს. აი ხოს 5 არ უშევს, 5 აქ ხოს. მაგრამ რადგანაც ეს მოდულშია, x-ის ყველა მნიშვნელობისთვის ფუნქცია y მაინც დადებითი უნდა იყოს. ამ y უარყოფით არ გვექნება, ამიტომ ეს ყველაფერი აისახება სიმეტრიულად ზემოთ. აი ესე აისახება და ამისი წვერო იყო 3 4, ეხლა 3 - 4, ეხლა გახდა 3 4. ანუ ეს არის 3 წერტილი და ეს არის -4. -4 წერტილი არის აქ. 4 წერტილი არის აქ, -4 ქვედ იქნებოდა. ეხლა ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ეს არის რიცხვი, როგორც თქვით. საერთო ჯამში, საბოლოო ჯამში რაღაც რიცხვი მიიღება, რომელიც არის დადებითი, ანუ აქეთ არ არის ისა და წრფე არის y უდრის რაღაცა a წრფე. ანუ ეს წრფე მოძრაობს, აი აქედან იწყება 0 როცა არის, 0 როცა გვაქვს ორი ამონახსნი გვაქვს. ახლა შემდეგ ცოტა თუ ავწევთ, გვექნება 4 ამონახსნი, 1 2 3 4, ისევ 4 ამონახსნი და აი აქ გვაქვს 3 ამონახსნი უკვე 1 2 და 3. ზემოთ 2 ამონახსნია უკვე, ბოლომდე 2 ამონახსნი. 1 ამონახსნი გვაქვს, როცა ეს ყველაფერი არის 4-ის ტოლი. ანუ ახლა მაგას გავუტოვებთ ჩვენ 4-ს. k კვადრატს მინუს 5k პლუს 5 უდრის 4-ს, 4-ს გადმოვიტანთ აქეთ, გვექნება დამატებული 1 უდრის 0. საიდანაც d არის 25-ს გამოვაკლოთ 4, ეს არის 21, k1 იქნება 5-ს დავუმატოთ ფესვი 21 შეფარდებული 2-თან და k2 არის 5-ს გამოვაკლოთ ფესვი 21 შეფარდებული 2-თან. ვამოწმებთ აქა, ნუ გამოსტაზე როგორ უნდა შევამოწმოთ, დაახლოებით ამოვიყვანთ ფესვს, გამოვიყვანთ რა რიცხვია დაახლოებით და ნახავთ, რომ ორივე ეს ფესვი შედის ჩვენს შუალედებში. ანუ ჩვენი ამონახსნია აი ეს პირველი k1 და k2. ამ შემთხვევაში აქვს აი ამ განტოლებას ზუსტად 3 ნამდვილი ამონახსნი.